მსოფლიოს სკოლების უმრავლესობაში მართალია სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ერთი და იგივე საგნებს ასწავლიან. სტანდარტულ სახელმწიფო თუ კერძო სკოლებში სწავლების მეთოდოლოგიაც მსგავსია, მაგრამ არსებობს ისეთი სკოლები, რომლებშიც სტანდარტულისგან რადიკალურად განსხვავებულ საგნებს ასწავლიან და სწავლის მეთოდიც განსხვავებულია. მაშასე, ამ ვიდეოში მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ყველაზე უცნაური სკოლები. Microsoft-ის მომავლის სკოლა. დასავლეთ ფილადელფიაში 2006 წელს გაიხსნა მომავლის სკოლა, რომელშიც მოსწავლეებს სახელმძღვანელოები არ სჭირდებათ. მათ ნაცვლად ისინი კომპიუტერებს იყენებენ. საკლასო ოთახებში არც დაფაა. მასწავლებლები ტრადიციული დაფის ნაცვლად კომპიუტერის ინტერაქტიულ დაფას იყენებენ. მოსწავლეებს სკოლაში პერსონალური ციფრული კარადები აქვთ, რომლებიც პირადობის მოწმობით იღება. თავიდან მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდათ ციფრულ ტექნიკაზე ადაპტირება, მაგრამ დღეს სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ უფრო მეტ მშობელს უნდა რომ მისმა შვილმა იქ ისწავლოს. დონგსჰონგის დაწყებითი სკოლა. ჩინეთის ერთ-ერთ უღარიბეს, გუიჩჟოუს რეგიონში, რომელშიც გვალვის გამო ხშირ შემთხვევაში ადამიანები წყლისა და საკვების ნაკლებობას განიცდიან, შენობის უქონლობის გამო 1984 წელს ადგილობრივებმა სკოლა გამოქვაბულში გახსნეს. ამ სკოლას ჩვეულებრივ სკოლასთან შედარებით გარკვეული უპირატესობებიც კი ჰქონდა. კარგი აკუსტიკისა და მდიდარი ფაუნის სახით, რაც მასწავლებლებს მუსიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილების ჩატარებაში ეხმარებოდა. გამოქვაბულში გაკეთებული იყო კალათბურთის მოედანიც და ბავშვები შესვენების დროს თამაშობდნენ. სამწუხაროდ 2011 წელს ხელისუფლების განკარგულებით სკოლა იმ მოტივით დაკეტეს, რომ ჩინეთი არ არის გამოქვაბულის ადამიანების საზოგადოება. ესპანეთში პროსტიტუცია ლეგალურია, ამიტომ 2012 წელს ვალენსიაში სკოლა გახსნეს, რომელშიც მოსწავლეებს ამ ბიზნესის საფუძვლებს ასწავლიან. $100 ადამიანს შეუძლია საბაზისო კურსი, პროფესიონალური პროსტიტუცია მაქსიმალური ეფექტურობით გაიაროს. სწავლის დროს მოსწავლეებს ამ უძველესი პროფესიის ისტორიასა და ევოლუციის შესახებაც უყვებიან. Deep Spring-ის ალტერნატიული კოლეჯი. კალიფორნიის უდაბნოში მდებარე ეს კოლეჯი ისეთივე გამორჩეული და განსაკუთრებულია, როგორც ჰარვარდი და ისეთივე შორეულია, როგორც ჩრდილოეთ პოლუსი. კოლეჯი 1917 წელს დაარსდა. მასში ჩაბარება რთულია და წესებიც ძალიან მკაცრია. 2012 წლამდე კოლეჯში მხოლოდ კაცები სწავლობდნენ. წელიწადში მხოლოდ 12 სტუდენტს იღებენ. ჩაბარების მსურველთა რიცხვი კი ბევრად უფრო მეტია. ერთ ადგილზე 18, 20 კაცი მოდის. თეორიის გარდა სტუდენტები კვირაში 20 საათს ფერმაში და რანჩოზე ატარებენ. მათ სემესტრის დასრულებამდე ეკრძალებათ კოლეჯის ტერიტორიის დატოვება, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების მოხმარება. სალემის ჯადოქრების ინსტიტუტი. მაგიას მოსწავლეების უმრავლესობა ინტერნეტის მეშვეობით ეუფლება, მაგრამ სასწავლებელს აქვს შენობა, რომელშიც შეიძლება რეალურ გაკვეთილებზე დასწრება. სტუდენტებს ასწავლიან ასტროლოგიას, ჯადოქრობის ისტორიას და თილისმების დამზადებას. თავდაპირველად სასწავლებელი ქალაქ როუზვილში გაიხსნა, ხოლო შემდეგ ქალაქ სალემში გადავიდა, რადგან ქრისტიანული თემი დევნიდა. აღნიშნული კურსი უკვე 240,000 ადამიანმა გაიარა. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.